ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა დოკუმენტი მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული გამოკვლევის ფარგლებში კორუფციისგან თავისუფლების მსოფლიო რეიტინგიც გამოქვეყნა, სადაც საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით 65% მიიღო. მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის საუკეთესო 20-ში მოხვდა. Არაფერი მოულოდნელი არ არის იმ ძალისხმევიდან გამომდინარე, რასაც საქართველოს წევს კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში, როგორც საკანონმდებლო, ასევე უშუალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში ბრძოლის ნაწილში, ამიტომ ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მეორე მხრივ, ღიმილის მომგვრელია ხოლმე, კიდევ ერთხელ ღიმილის მომგვრელია ის განცხადებები, რაც კეთდება ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც განსაკუთრებით ადარებენ ან მოლდოვას, ან უკრაინას და მათ შორის უკანასკნელი ეს იყო ევროკომისიის ანგარიში ვიზა ლიბერალიზაციის ნაწილში, სადაც საქართველოს ჩვენი შეფასებით ამ ანგარიშმას დაადასტურა საქართველოს მიმართ არის უსამართლო ჩანაწერები და შეფასებები. ევროკომისიის მიერ დაკვეთილმა ანგარიშებმა საუკეთესო პასუხი გასცა თავად ევროკომისიის ბიუროკრატების განცხადებებს. ჩვენ თუ დავაკვირდებით ბოლო წლების, ასე თქვათ, განცხადებებს, რიტორიკას, რაც გნებავთ იმას, ის დავარქვათ. რაც მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათთვის კორუფცია იყო ქვეყნის შეფასების, ასე თქვათ, მიმართულებით ერთ-ერთი ფუნდამენტალური მაჩვენებელი. აღმოჩნდა, რომ თურმე აი ამ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფუნდამენტალური მაჩვენებელით საქართველოს არის ევროპის საუკეთესო 20-ში. და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენი მიზანი არის არა 20-ში ყოფნა, არამედ საუკეთესო ლიდერებს შორის ყოფნა. პოლიტიკური ნიშნითაც უნდა შევაფასოთ. როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ბრიუსელიდან საქართველოსთან მიმართებაში, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და რა არის რეალური სურათი. როგორ გვაყენებენ ჩვენ თქვათ უკრაინის და მოლდოვის უკან და რეალურად რას უჩვენებს ავტორიტეტული კვლევები. აი ამ ნაწილში არის საგანგებოდ საზოგადოების ყურადღება გასამახვილებელი და ვფიქრობ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, სად არის მიკერძოება